2014 წელს სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ახალციხეში ვიზიტისას გახდა ცნობილი. დავით ნარმანია მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდა სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ სხდომაზე რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ძირითადად ახალციხეში წელს 2014 წლისთვის განხორციელდება ამ ეტაპისთვის 5 პროექტი, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არის გვარამაძის ქუჩაზე მიმდებარე გადასასვლელი ხიდი, არის პამაჯი, წყალთბილის მონაკვეთი ასფალტი, სოფელი ღრელის გზა მოასფალტდება, აგრეთვე კორექტირება მოხდება და ზარზმელის ქუჩაზე იგეგმება, ეს განსახილველად არის გადაცემული. ბატონ არმანიასთან გავიარეთ კერძო საკითხები, რომელიც არის განსაზღვრული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რეგიონში. ბორჯომს რაც შეეხება ჩვენს მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 4 მილიონ 800-ია საუბარი, ოღონდ გაყოფილია შუაზე, 2 მილიონ 400-ი იქნება პირველად გამოყოფილი, ეს ეხება შიდა გზებს, წყალს. შეხვედრა, რომელიც საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, მედიისათვის დახურული იყო. მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა. დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში პროექტების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, მათ შორის გზებისა და წყალკანალიზაციის მშენებლობა, რეაბილიტაციისა და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით. წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დასახელებული პროექტების საერთო ღირებულება 7 მილიონ 199,300 ლარს შეადგენს. რეგიონში ასევე დაგეგმილია გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით 3 მილიონ 800,000 ლარი დაიხარჯება. პირველი რიგის პრიორიტეტები სამცხე-ჯავახეთში ისევე როგორც სხვა რეგიონებში არის შიდა სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური გზების რეაბილიტაციის პროექტები და ღირებულებითი თვალსაზრისით, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით ყველაზე მეტი პროექტები ამ კუთხით არის დაფინანსებული, არის მუნიციპალიტეტებში ეზოების მოწესრიგებასთან დაკავშირებული, წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პროექტები. სამცხე-ჯავახეთში ვიზიტისას დავით ნარმანიამ ახალციხის განახლებული ნაგავსაყრელიც მოინახულა, რომლის კეთილმოწყობაც 2013 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდება. სამუშაოებისათვის სამინისტრომ შეპესე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ერთად 396,500 ლარი გამოყო. სოფელ ჭაჭარაკთან არსებული ნაგავსაყრელი 5 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. გავხსენით ჩვენ ახალციხის განახლებული ნაგავსაყრელი, აქ 2 თვის მანძილზე ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები, არსებული ნარჩენი და ის მემკვიდრეობა, რაც აქ იყო ნარჩენების განთავსების კუთხით. ექსპლუატაციაში შესული არის ნაგავსაყრელი, მოწყობილია უმაღლეს დონეზე, კარგი პირობებს აკმაყოფილებს და აქედან გამომდინარე ნაგავსაყრელიდან შექმნილი დისკომფორტი, რაც ახალციხის მოსახლეობას გააჩნდა, პრაქტიკულად აფუძურული არის. 2014 წელს სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. პროექტების განხორციელება რეგიონში გაზაფხულიდან დაიწყება.